კახა ბენდუქიძეა ჩვენი სტუმარი და ის მოგვეხმარება კრიტიკულად შევაფასოთ ეკონომიკური პროცესები, გამჭვირთოთ რა გველის წელს, კარგიც და ცუდიც, ხოლო მთავრობის ხედვას გიორგი კვირიკაშვილისგან მოვისმენთ, რომელიც მოგვიანებით თავის სამუშაო ოთახიდან ჩაგვერთვება. მოგესალმებით ბატონო კახა. ეს ლარის კურსის თემა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება, როგორ წავა საქმე, მაგრამ ბუნებრივია იმისთვის, რომ ეს ანალიზი მოხდეს, საჭირო იქნება შევაჯამოთ გასული წელი და ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე რა რისკები გველის წელს და თუ შეიძლება აი თქვენი ანალიზი რომ მოგვაწოდოთ. დიახ, მე ვთქვი რომ ამ სიუჟეტზე რომელიც იქამდე ვნახე, რომ ეს იყო რაღაც კატასტროფული აზრები, ორიენტელი, რომ რაღაც ინფლაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და ეს რაღაც არ ვიცი საიდან მოტანილი ეს ეთქობა მე-19 საუკუნის მეოცეულის დასაწყისის წიგნები დაკითხი ხალხს შეუძლია ქონდეს ფოტო ესეთი იდეები. არ მგონია დღეს არსებობდეს გონიერი ეკონომისტი, რომელიც იტყვის, რომ ინფლაცია მინისტრი ასეთად არ მიგაჩნიათ, იმიტომ რომ დეკემბერში მან განაცხადა, რომ ჩვენი სტრატეგია იქნება მომავალ წელს, რომ ინფლაციას ზრდას შეუწყოთ ხელი. არა, შეიძლება მას ინფლაციის და მას მისცემს საშუალებას, რომ საბიუჯეტო დეფიციტი ზრდა შეწყვეტოს და შეიძლება შეამციროს კიდეც ეს გასაგებია, მაგრამ ეკონომიკაში რაშუაში რაღაც ზღაპარია საერთოდ, ხო? საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ეს მაკროეკონომიკურად ის ყველაფერი რაც გავიგონე ოფიციალური პირებისაგან, მას საერთოდ არავითარი ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ ეს ცალკე საკითხია, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საქართველოში ეს ნაწილი, რაც შეეხება გაცვლით კურსს და ასე შემდეგ, რომ ჩვენ ეკონომიკას ჰქონდეს მინიმალური რისკები. ეს ცალკე თუ გიდათ ჩაატარეთ გადაცემა და მოვალ და ვინმე თუ მოვალ აზრიანი კაცი დაველაპარაკები. რაც შეეხება ალბათ გამოჩნდება ძალიან მოკლე ხანში ლარის აითმიდის. ლარის აითმიდის ეს ამ შემთხვევაში აი ამ ფარგლებში მე მგონი საკმაოდ სიტუაციური რაღაცაა და არ მგონია რომ არ მგონია რომ ამას დიდი ანუ გასაგები უსიამოვნოა მათთვის რაც შემოსავლები ხონდა ფიქსირებული დოლარში. ანუ ვალდებულები ქონდა ფიქსირებული დოლარში, დღეს მოდიში პირიქით შემოსავალი დოლარში და ვალდებულები დოლარში. ასეთი ძალიან ბევრია, ხო? კი, მასაც ბევრს იპოთეკური სესხი ასაღებული და ასე შემდეგ, მაგრამ მგონი აქ უფრო ფუნდამენტალური განწყობლებია ზოგადად მისაღები, რომელიც სამწუხაროდ წინა ხელისუფლების დროს ვერ მოხერხდა. რაც შეეხება სხვა რისკებს, რომელიც ხო, მინდა გითხრათ, რომ საერთოდ მე როგორ წარმომიდგენია ბოლო 1 წელიდან რამდენიმე თვე, ანუ ახალი ხელისუფლების დროს საქართველოში 2004 წლიდან დაწყებული ჩატარდა საკმაოდ ბევრი რეფორმა და ჩვენ მივიღეთ რაღაცა ტიპის ეკონომიკური მანქანა. აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით გადმოგეცათ მანქანა. რაღაც მანქანა, რომელთაც თქვენ არ მოგწონდათ, როგორ დადიოდა წინა მძღოლი. ამიტომ არჩევნებმა ახალი მძღოლი, ასე ვთქვათ, აირჩია. ჩავთვალოთ ესე. ეხლა ამ წყულს აქვს ორი შესაძლებლობა. პირველი გააგრძოს მოძრაობა იგივე მანქანით, რომელთაც მოძრაობდა, ან დაიწყოს ამ მანქანის სასწრაფო გადაკეთება. მე მგონი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არა, რომელმაც ხელი შეუშალა წინა წელს 2013 წელს ეკონომიკის ზრდას, იყო რომ მძღოლმა იმის მაგალითად რომ გააგრძელებინა მოძრაობა ამ მანქანით, რომელიც საკმაოდ გამართულია და ეს გამართულობა მარტო ჩემის წვებით კი არა, შეიძლება უამრავი საერთაშორისო კვლევით იყოს დასტურებული. მან დაიწყო ამ მანქანის ასეთი სპონტანური შემთხვევითი ხშირად გადაკეთება, ხო რაღაც აუშვათ. არა, კარგი იქნება თუ ამ მანქანას იქნება სხვა სამახურჭე სისტემა, კარგი იქნება თუ აქ რაღაცას დავხატავთ, აქ თუ რაღაცას შევანებთ და სამდროში აი მე შემიძლია 100%-იანი ასე ვთქვათ, ანალიტიკური საფუძვლების დაგმობით გითხრათ, რომ ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც იყო განხორციელებული ან გაჟღერებული შარშან მოხდა, მათ არავითარი პოზიტიური წვლილი ეკონომიკის ზრდისთვის არ მოუტანეს. ნეგატიური სახით შევხედავთ. ხო შეუძლებელია 3%-იანი ზრდა ჯერ ნახოთ კიდევ რა იქნება საბოლოო შედეგი, მაგრამ 3%-იანი თუ 9%-იანი ზრდა შეუძლებელია ჩაითვალოს წარმატებულ შედეგად საქართველოში. შეუძლებელია ეს, ხო? ეს წარმატებული იქნება და ამერიკაში ან შვეიცარიაში. შეგიძლიათ გითხრათ, აი რომელი თქო დეტალის გამოცვლა იყო ყველაზე ტკივნეული ან უარყოფით შედეგის მომტანი, რომელი საკანონმდებლო? არა, აქ როგორ არის, ხა სადღაც თქვენ ზრავაში რა ჩაერიდეთ, სადღაც სამახურჭო სისტემაში და გადაამცეთ შეიქმნა განცდა, რომ ამ მანქანას ბევრჯერ გადააკეთებენ და ეს განცდა
ბიზნესს არ უზრდის ნდობის ხარეს, იმიტომ რომ ეს შედეგად ხდება ინვესტიციები, რომ მე მჯერა რომ ეს მანქანა სწრაფად ივლის და ამიტომ მეც უნდა სწრაფად ვიარო, სწრაფად უნდა ჩავდო ფული და თუ მეუბნება რომ ეხლა ეს თუნდაც იყო ეს გადაკეთდება, ეს ძალიან გაურკვევლობას იწევს ბიზნესში. განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებში, რომლებიც ძალიან მზნობიარი არიან და მათ სხვა ალტერნატივაც აქვთ ინვესტირებისათვის ძალიან სხვა ქვეყანაში, ხო? ამიტომ აი ჩემს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მინდა თუმცა ბოდი შეგაწყვეტეთ ამ ინვესტიციებს აი გუშინ გამოცხადდა რომ აი 10 პროექტი არის უკვე ხელმოწერის პროცესში აი მე მაგ ფონდისთან ამჟამად ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგადად არის მოწმობილი ძალიან ღმერთს ხელი მომმართოს სხვა ძალიან კარგი ნახოთ როგორ განხორციელდება რაც ჩქარი ეხლა შევხედოთ ხია მინდა გითხრათ რომ აი სადაც 2 კვირის წინ პრემიერმა თავრობის თემაზე თქვა რომ რა არის ვისაც მომუნდება ყველა კანონპროექტს ამზადებს თუ მეგონი ეს არის სწორი მიდგომა ანუ უნდა ძალიან შეზღუდული იყოს კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძალიან შეზღუდული უნდა იყოს პრემიერმა ეს პირველ კონტროლს უნდა აიყვანოს თვითონ და გააკონტროლოს და არ სხვანაირად იქნება ვთქვათ არეულობა და ვისაც რა მოუნდება თავის ვიწრო გამოცხადდა რომ რაღაც კომისია უნდა შეიქმნას რომელიც ამ საკანონმდებლო ცვლილებების გავლენას გაანალიზებს ბიზნესსა და ეკონომიკას თუმცა ჯერ არ აქვს ესეთი კომისია რაც შეეხება იმის კეთს გამომდინარე იქიდან რაც წინა წელს იყო და წელს რა გველოდება აი თუ შეგიძლიათ უთხრათ ადამიანებს ქუჩაში რომ აი რას უნდა ელოდონ ისი დიდი რისკი არის ან დიდი ალბათობა რომ წელს მოხდება ფასების მხრივ აი სხვა სამშობლოში არა მე მგონია რაც შეეხება ინფლაციას მეარმობელი მნიშვნელოვანი ინფლაციას ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს შეიძლება ზოგიერთი ჯგუფის პროდუქტებზე და სამედიცინო პრეპარატებზე გაიზარდოს ფასები რაც ხადია მათ მომხმარებლების ტკივნეულია მაგრამ მე ჯამური ინფლაცია იქნება ალბათ მაინც ასთვის ნორმალური რაც შეეხება სამუშაო ადგილებს მე ვერ ვხედავ სწრაფად სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას თუ ეკონომიკამ გამოცოცხლა და დაიწყო ზრდა მაშინ სამუშაო ადგილების და მოხდება მაგრამ მოხდება გარკვეული დაყოვნებით და აი შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანია რომ თუ აი ამ მანქანის სწრაფ გადაკეთებას თავს გავანებებს მთავრობა და რაღაც გადაკეთებულსაც უკან დააბრუნებს მაშინ შანსი არის რომ ჩვენი ეკონომიკა სტაბილური ტემპით ზრდას განაგრძობს რაც შეეხება მართვის ხარისხს მასშტაბის გამარჯვება იმაში თუ კანონმდებლობას არ შევეხები და რეგულაციების ცვლილებას ან შემოტანას არა მე მინდა გითხრათ რომ მართვის ხარისხს მასშტაბი მაგაშიც გამოიხატება რამდენად მთავრობა აკონტროლებს და ეხლა მე კარგად ვიცი ამ მთავრობაში როგორ ხდებოდა ზოგჯერ კარგად ხდებოდა ზოგჯერ ვერ ხდებოდა კარგად და შესაბამისად შედეგიც იყო სხვადასხვა რამდენად მთავრობას შეუძლია გააკონტროლოს აი ეს საკანონმდებლო პროცესი ეს ძალიან მნიშვნელოვანია